ნიკო კეცხოველი სასკოლო პრემიისა და FAO-ს ქვეკონკურსის ფარგლებში ვესტუმრეთ ჩვენ საყვარელ დალი ბებიას, რომლის მარკეტშიც ხშირად ვყიდულობთ საყვარელ ტკბილეულს. ის მცირე ფერმერია. წვიმიანი ამინდის მიუხედავად დიდი სიხარულით მიგვიღო და საკუთარი სათბურები დაგვათვალიერებინა. მან გაგვიზიარა თავისი გამოცდილება და სამომავლო გეგმები. მას სურს სათბურის გაფართოება, რაც წარმოების გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დამატებით დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. თუმცა ამისთვის საჭიროა ფინანსური რესურსები, მხარდაჭერა და ხელმისაწვდომი დაბალპროცენტიანი კრედიტები. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ იგი აქტიურად იყენებს კომპოსტს და წელს მთლიანად უარი თქვა შხამ ქიმიკატებზე. მცენარეთა მოვლისთვის იყენებს ბიოსაშუალებებს, სოდას, იოდსა და რძესს. შედეგიც თვალსაჩინოა, მცენარეები ჯანმრთელია და მოსავალიც ხარისხიანი. დალი ბებია მიიჩნევს, რომ ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცოდნის მიღებაც. ამ მიმართულებით სასარგებლო იქნება სხვადასხვა ტრენინგი და პრაქტიკული სწავლება, რაც მცირე ფერმერებს მეურნეობის კიდევ უფრო ეფექტიანად მართვაში დაეხმარება. ბავშვებო, თქვენ ახლა იმყოფებით სოფელ ლეციცხვაიეს სკოლის სიახლოვეს მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა სათბურში, რომელშიც არის 450 ძირამდე სამი სახეობის კიტრი. ესენია ქართული შუშაკიტრი ევოლუცია, მერე ზაზულია და პრინცესა, რომელიც არის უხმოსავლიანი. ვეწევით ამ შრომას, ძალიან შრომატევადია. უნდა თითქმის ყოველ მეორე მესამე დღეს აკონვა, უნდა გაკვირტვა, უნდა მორწვა, შეწამლა, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ქვეყნის პრეპარატები უნდა, უჩნდება ხანდახან რაღაც ავადმყოფობა დროულად თუ არ შევწამლეთ. და სამაგიეროს მოსავალიც მშვენიერია. ჯერჯერობით გამოსხმა კარგია, ახლად დაიწყო, ახლად შემოდის, ახლა გადავინაცვლოს მეორე სათბურში. ამავე დროს აქ გვაქვს კიდევ აგერ ჩითილები, ბაზრიჯანი, ბულგარული. ახლა ეს შედარებით პატარა სათბურია, გადავიდეთ მესამე სათბურში. შემდეგ გადავდივართ მესამე სათბურში, რომელშიც გვაქვს ჰიბრიდული ჯიშის წითელი ბულგარული წიწაკა, რომელიც არის დინამიკა F1, რომელიც არის უხმოსავლიანი თითეული ჯიში, თითეული ნაყოფის წონა არის 300-350 გრამი, არის ძალიან უხმოსავლიანი, არის საკმაოდ გამძლე და რომელიც აყვავს ძაფებზე, თანდათან როგორც გაიზრდება. აქვე გვაქვს კიდე რამოდენიმე ძირი მარწყვის ჩითილები, ესენი არის სან-ანდრეასი, რომელიც არის ჰიბრიდული ჯიში და გვაქვს კიდე ბაზრიჯანი, რომელიც არის ესეც ჰიბრიდული და რომელიც მაგი როგორც კი კიტრი მოილევა, კიტრის შემდეგ გადაგვაქვს ბულგარული ბაზრიჯანი და კიდე მაქვს შუშაკიტრი, რომელიც უნდა გაუშვა იმ სათბურში. მერე გარეთ კიდე გვაქვს მრავალი ჯიშის ბაზრიჯანი, ბულგარული, მწარე წიწაკა, შაურმის წიწაკა და ყველაფერს ვეწევით ასე 69-70 წლის ხალხი სოფლის მეურნეობას. რეალიზაცია თვითონ მოდიან და მე აქვს მერე. ორივე საქმეს ერთმანეთს უთავსებთ, აგერ თან მაღაზიაშიც მუშაობ, თან ამასაც წვალობ და რა ვიცი, ძალიან დატვირთულები ვარ.